ღმერთის გამოვლინება როგორც არ უნდა მოხდეს, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ღმერთის გამოვლინება, ადამიანს აქვს პრობლემა, რომ ღმერთი შეიცნოს მის გამოვლინებაში. ეხლა რაც შეეხება ღმერთის გამოვლინებას, ღმერთის გამოვლინება არის ყველგან. პავლე მოციქული ხვამბობს მთელი სამყარო, მთელი სამყარო ღვთის გამოვლინებაა. მაგრამ ღვთის გამოვლინება მთელი სამყაროს გარდა არის ის მდგომარეობა, რაც თითოეულ ადამიანამდე მიდის, თითოეული ადამიანის ცხოვრება საღვთო ისტორიაა. თითოეული ადამიანისათვის ცალკე ისტორია არსებობს, ცალკე ისტორია იწერება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქრისტიანია, არა ქრისტიანია, მორწმუნეა, ურწმუნოა, საცხოვრობს, სულ ერთია, განათლებულია, გაუნათლებელია, ჯანმრთელია, ავადმყოფია. თითოეული ადამიანისათვის ცალკე საღვთო ისტორია იწერება ღმერთის მიერ, ისეთი და იმგვარი, რომ მან გაიგოს, ანუ თითოეული იმ კონკრეტული ადამიანის გადარჩენის საჭიროების შესაბამისი საღვთო ისტორია იწერება ღმერთისგან. მაგრამ ადამიანები ამას ვერ ვცნობ, ვერ ვკითხულობთ ამას. და ის რომ ხანდახან ადამიანს აქვს ილუზია, ასე რომ წარმართულიყო ჩემი ცხოვრება, მაშინ მე უფრო ესე იგი მივხვდებოდი ან გავიგებდი. არა, ეს დღევანდელი ეს სახარებისეული სიუჟეტი ამას გვეუბნება, რომ გარეგანს მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიქცევი. 9 კეთროვანი, კეთრი, უკურნებელი, სასიკვდილო განაჩენი. უფალი სიტყვით ეუბნება განიკურნე და განიკურნებიან. და ის 9 მადლობასაც კი არ ეუბნება. და აგერ მეორე წუთში დედაკაცს ეუბნება ძაღლი ხარო, როცა შვილი განმიკურნე ეუბნება და ის დედაკაცი მიუხედავად იმისა, რომ ესეც საშინელებას ეუბნება, ადგება და მაინც ესე იგი მას აღიარებს. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, აგერ მადლიერებით მოექცა, მადლიერების ყველა პირობა მისცა და მადლიერება არ ქონათ. აქ კიდე ყველა პირობა ქონა იმ დედაკაცს, რომ ეს ვინ არისო და გაქცეულიყო, მაგრამ პირიქით. ანუ არ აქვს ფორმას მნიშვნელობა. ჩვენი საღვთო ისტორია პირადად თითოეული ადამიანის ზუსტად ისეთია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. და თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სხვანაირი უნდა იყოს, ჩვენ ძალიან ვცდებით. თუ ჩვენსას ვერ ვკითხულობთ სხვა ისტორია, ჩვენ ასეთები ვართ და ასეთები გვჭირდება. და ეს არის სწორედ სიბრძნე საღვთო, რომ დავინახო, მე უნდა დავინახო, რომ რაც ჩემს გარშემო და ჩემს თავზე და ჩემს შიგნით ხდება, ეს ხდება იმიტომ, რომ მე მჭირდება ასე. თუ ამას ვერ დავინახავ, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ.